შემძრა ელგრეკო, მაგრამ შემეყვარდა მოდელიანი. ფიროსმანის ფენომენი იმდენად დიდია, რომ ახსნას არ ექვემდებარება რა. უბრალოდ რასაც მხატვარი ქვია, ხო, ასეთი მინიმალისტური, ესეთი გულგახსნილი, ესეთი პატიოსანი დამოკიდებულება მე სხვა მხატვარში არ მიგრძნია. მახსოვს შეწუხებული მამა ჩემი, როცა დედას ეუბნება და მგონი დააღუპეთ. ამანაც ხატვა დაიწყო. რომ მამამ ხატვარი მყავდა და გამოცდილი ქონდა რამდენად რთულია მხატვრის ცხოვრება. ხატვობა თუ გადაგედო მაგაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება რომ იყოს. სანამ ადამიანი მეტყველებას დაიწყებდა, მანამდე ის უკვე ხატავდა. ადამიანს შემდეგ განუვითარდა ზუსტად ხალხში ის ძვალი, რომელმაც მისცა ადამიანს საშუალება, რომ ემეტყველა. კოსმიური, აბსოლუტურად აბსტრაქტული აზროვნება, ხო, რაც ადამიანში ყველაზე მეტად ჭარმაგია. ესეთი ფენომენია, რომელიც ვერანაირად ვერ ამოიცნო ვერც მედიცინა, ვერც მეცნიერება. დამარხული რაც არის ადამიანში ის დიდი ენერგია, რასაც ღვთაებრივს ვეძახით, იმის გამოხატულება ადამიანმა დაიწყო ხატვით. მიყვარდა, მიხაროდა, როცა ვეხმარებოდი ბაბაჩემს ბარვაში. და მაგიჟებდა ეს პროცესი ამოტრიალებული მიწა, ეს შავი ხალასი და ყოველთვის რჩებოდა იმის განწყობა, რომ ეს იყო გაცოცხლება რაღაც, თითქოს დედამიწის მოფერება, გაცოცხლება და თან უცნაურია, იცით, თითქოს ხნის და ბარვის დროს ჭუჭყს აცილებდა დედამიწას და ამოდის მარადი სისუფთავე. ყოველ დილით მაგვიძებს რაღაც მუსიკა და ვიწყებ ხატვას. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც ყოველდღიურად ბერი იწყებს ლოცვას. შემდეგ ეს პროცესი როგორ ვითარდება, იცით? კი, თქვათ მე წინ და წინ ვიცი რაღაც თემა მაქვს არჩეული, რას ურაძემ სურს მუშაობა, მაგრამ იკარგება მე ეს თემა. იდუმალება და ცოტა სევდიანიც თუა. ნუ სევდა და იდუმალება ხო განუყოფელია ერთმანეთისგან. თავის ხასიათი აქვს, ზოგი კეკლუცია, ზოგი გულჩათხრობილია, ზოგი სევდით სავსეა და ზუსტად ეგ აცოცხლებს პორტრეტს და ეგ შთაბერავს იმ სულიერ სამყაროს სახეს, რომ პორტრეტი იყოს პორტრეტი.
ადამიანის გამოცდაზე მარადყოფნას გავს. მაინც ხო, აი ყველაფრის გარეშე თავისუფალი პირველი სიყვარული. ის თვითონ არის. რატოიცი? არაფერს არ ელინ პირველი სიყვარულისგან. არც გოცნას, არც დაოჯახებას, და საერთოდ არც იცი. უსახელოა. ალბათ მაგიტომაც არის სიყვარული. ჩემი პირველი სიყვარულის გულისთვის ერთხელ მახსოვს საბავშვო ბაღში სახურავიდან გადმოხდი რომ დაენახა. გადროს თუ მამამის წაუყალია. მთელი საბავშვო ბაღის ბავშვები მიყვირიდნენ გადმოხდი და მაინც გადმოხდი. ბაკურიანში იმართებოდა ხოლმე ახალგაზრდა შემოქმედებითი კოლექტივებისთვის სიმპოზიუმი და დაემთხვა ახალგაზრდა მედიკოსების სიმპოზიუმიც. ამას ქვია ალბათ ერთი ნახვით შეყვარება. და აი ბაკურიანში დაიწყო უკვე უფრო ესეთი ურთიერთობები, უფრო გაცნობის, თხილამურებზე სრიალის ჩამოვედი ბაკურიანიდან 17 თებერვალს, რომ ვიკითხე ირინა აღმოჩნდა მორიგე ბაქოს ქუჩაზე, იყო მაშინ რაც ბავშვთა საავადმყოფო, ვერ განთავისუფლებოდა. და წავედი მოსანახულებლად, ვიყიდე 300 ია. და გზად რომ მოვდიოდით, უკვე გაჩერდა ავტომობილი. ბუზღუნით დატოვეს მოხუცებული და რაც ისე ვკითხე რა, რომ ვინ იყვნენ და ჩემი შვილები არიანო. აიო, იები გამომატანესო და ტელეგრამი უნდა ველოდო, რომ დილით მე დავიწყო გაყიდო აიებისო. და იების ხსენებაზე კითხე რამდენი ქონდა ამ ჩემგანში ჩაწყობილი და აღმოჩნდა 3000 ქონდა ჩალაგებული. და ამ 3300 იეთ მივადები ჩემო ოფის საავადმყოფოში. დედამ ყავდა მუსიკოსი, 54 წელი ასავლიდა ველისიხის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს. ქონდა ერთი ზღაპრული სიმღერა და სიმღერას ერქვა ლურჯთვალა ია. ბავშვობიდან ხო ბაკურიანში მზრდიდნენ. მე მგონი ბაკურიანის გარდა სხვაგან არც მინახია ეს ლურჯთვალა ია. ორი ფურცელი აქვს ცისფერი და წინ ერთი ფურცელი აქვს თეთრი. რომელსაც აყრია ცისფერი ხალები. და ბავშვობიდან ეს ია იყო დედასთვის ყველაზე სანუკვარი ყვავილი. იასთან სიყვარული ალბათ დედისგან მოდის. ემორჩილები რაღაც ინტუიციას რომელიც გმართავს. თითქოს წინ განსაზღვრავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც შენ ნამუშევარში მათ საკუთარ თავს დაინახავს, ან კიდე იმ საერთო მთლიანს, რაც ჩვენ მხატვრებს გვევალება. როცა თქვათ იგივე ექსპერტები, თქვათ იგივე საზოგადოება, იგივე რაც გარკვეული ჯგუფი საზოგადოების ხედავს და გაფასებს, ანუ შეზდექი და ხარ მხატვარი, ხო? თუნდაც იმ წრისთვის, თუნდაც იმ საზოგადოების ნაწილისთვის შენ ხდები რაღაც გარკვეული ღირებულობის მატარებელი. რამდენიმე წლის წინ დაამერიკეს ინგლისიდან. მე საუბრება ქალბატონი, რომელსაც შეუძენია თბილისში ჩემი ნამუშევრები და ქონდა კიბო. რას მეუბნება, იცი? მე გადავედიო სრულიად ამ ნახატების სივრცეში და მაგით ვცხოვრობ. გავიდა შემდეგ რამდენიმე ხანი და მირეკავს დედა.
მიხდის მადლობას, რომ თქვენ ჩემს ქალიშვილს გაუხანძლებთ ცხოვრების ის პერიოდი, როცა მას ძალიან უჭირდა, ანუ შეუმსუბუქებთ. შემდეგ გადის კიდევ რაღაც გარკვეული დრო და უკვე მირეკავს მეუღლე. მადლობას მიხდის რაზე, იცით, რომ ჩვენ დავხრჩა ორი ქალიშვილი, თქვენი სურათები. და ჩვენ ახლა ოჯახი გვერთიანდებით იმ სურათთან, რომელიც მეუღლეს უყვარდა და დაგვიტოვა თავის ამახსოვრად. ამის შემდეგ შეიძლება თქვა, რომ საზოგადოებას უნდა გავიმიჯნო და მე ჩემთვის ვხატო. დედაჩემი არის გვარად ფერიშვილი. ესე რომ ფერი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ავიღოთ მაგალითად წითელი. თავია განწყობა იმ ფერის, რა თავია გრძნობით შესვლა იმ ფერთან დამოკიდებულობაში. ძერწვა უნდა ფერს უნდა მიღწევა, როგორც ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს, ისე უნდა ჩამოყალიბდეს ფერი, რომ მოხდეს განსხვავება ის სიყვარულის მატარებელი წითელია თუ სიძულვილის მატარებელი წითელი. მე მაგალითად ჩემ შეყვარებულს წითლად ავხსნიდი სიყვარულს. მოხვდით ერთხელ მეგობრები მკონის ტაძარში, სადაც ღამე გამოგვეცხადა გაქცეული ბერი, რომელიც იმალებოდა, ხალხს გაურბოდა და მამამ ესეთი ექსპერიმენტი მაჩვენა რა. აიღო თივა, გადაიკეცა თითზე და მზის სხივმა ოქროსფრად გაანათა თითზე დახვეული ბალახი და მაჩვენა აი ეს ნახე სიკეთის ფერია. ამ მაგალითმა ჩემზე იმ ხელაში დაბეჭდილება მოახდინა, რომ დღესაც ფერებში ვეძებ კეთილსა და ბოროტს. კახეთში მაქვს ბროწეულის ხე, რომელიც გაზაფხულზე მაგიჟებს, იმიტომ რომ პატარძალი ისე ირთვება. შემოდგომაზე უკვე ეს მთელი ზაფხულის დაგროვილი მზე რო ხატავს და ამ ბროწეულს რო თავის სახეს აძლევს. პიროვნება ეს ბროწეული, ორი ხო ერთნაირი არ არის. ამიტომ ხატავ თითო ბროწეულს. ზოგს ვარქმე სამურაის, ზოგს ქვია თავადი, მეფე. ადრე ვიყავი ბედნიერი, როცა ხატვა არ ვიცოდი, ყველაფერი მომწონდა და მაშინ მართლა ვიყავი ბედნიერი. მახსოვს, როცა პირველად დავიწყე ხატვა, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი და ცაში დავფრინავდი რა მაგარი ვარ, რა კარგი რა. ეხლა მენატრება ის დრო, როცა ვიყავი კმაყოფილი ჩემი ნამუშევრით. მე ხშირად ერთნახატს 10 წელი ვხატავ. არ მაგმაყოფილებს. ყოველდღე არა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ უბრუნდები ნამუშევარს, ფხიკავ, ტონალობაში ვწევ, ამ პირიქით ვაქრობ. ვაჟი მხატვარი მყავს, იშვიათად ვკითხავ. ქალიშვილს 13 წლის ასაკში მივანდე ბაკურიანში მამაპაპეულის სასტუმრო მაქვს და მოკლედ დიზაინერობა ჩავაბარე და გახარებული მა დიდი სიამოვნებით
როგორც ჩანს, მზად იყო ამისთვის და ჩაიბარა. გარდაც მაგის კიდევ არის პირველი ჩემი შემფასებელი ნამუშევრების. თითქმის საუბრის დაწყებისთანავე ვეკითხებოდი რა, მამიკო, როგორ მოგწონს, როგორ დავხატოთ. ეს იცით რა, ერთგვარი თამაში, ამ თამაშით იწყება ადამიანის განთავისუფლება და დაკავშირება შემოქმედებასთან და ხელოვნებასთან და როდესაც ცხოვრება ამ ხატვარი მამან გეკითხება, ხო, გსურს თუ არა გსურს, გონება ხო ფიქრობს და სწავლობს და ეჩვევა გადაწყვეტილების მიღებას. სწორი პასუხის გასაცემად მზად უნდა იყოს, ეს არ აკუფლება რომ შეცდეს, იმიტომ რომ მამა ავტორიტეტია და ყოველთვის ამ დროს თავისი დაძაბული გონებით თუ გახსნილი გონებით ეძებს სწორ გამოსავალს. გაზაფხული და შემოდგომა. გაზაფხულზე წარმოიდგინეთ, ხე ცოცხლდება, გონია რომ ხმელია, გონია რომ ის ხე მოკვდა და უცბად გამოდის კვირტი. კვირტი იქცევა ყვავილად და იგივე ხდება ადამიანშიც. ეს ყველაფერი მწიფდება და მეორე ეტაპი მაქვს კიდე შემოდგომით. აი ამ დროს სულ სუხარია როცა ხატავს რა. და ყველაფერი ხელთ გეძლევა. გაზაფხულზე რაღაც ესეთი ხარეთი ძალიან აგზნებული ადრენალინით სავსე და რაღაც დროის სიმჭიდროვესაც განცდი და ეს გახარებს ყველაფერი. აჯობია გაზაფხულს, მაგრამ შემოდგომაზე როგორც ჭირნახული ფერები ლაგდება, კომპოზიციაც ლაგდება, არ არის ესეთი გაზაფხულის განცდის შეჯამება ხდება შემოდგომაზე. მაგრამ ჩვენ ზამთარშია, ზაფხულშიაც ვიწევს ხატვა. დალაი ლამას აქვს ჩვენურად ნათქვამი რა, რომ ხშირად აუხდენელი ოცნება არის ის, რაც თქვენ გადაგარჩენთ რა და რა კარგია რომ ის არ მოხდა. ხსნელად გევლინება, რომ ის ოცნება არ აგისრულდა. სიმშვიდეა წარმატების ერთადერთი განსაზღვრელი ჩემთვის. სულიერი სიმშვიდე. ყველგვარი გადახრების გარეშე. წარმატებული ადამიანია ყველა შემოქმედი ადამიანი, რომელიც სრულყოფილად განიცდის ციკლს ჩამოყალიბებისკენ. სხვანაირად ახლა წარმატებული ბევრი ფული რო აქვს იმას ხო წარმატებულია. ესეთი უბედური კაცია. რა არის ცით ცუდი საქართველოში მდიდარი კაცი არ აქვს. ფული მისკდება. მარტო ფულიანები დარჩა. ფულსა და სიმდიდრეს შორის რამხელა განსხვავება არა.